ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, სტუმარი უკვე სტუდიაში და მე მას წარვადგენ ფენშუის სპეციალისტი ირინა აღაფრიშვილი. პირველ რიგში გამარჯობა და მადლობა მოგზანებისთვის. ვიდრე კონკრეტულ კითხვებს დავსვათ, მოდი მოკლედ და ყველასთვის გასაგებად თქვათ, რას შეისწავლის ფენშუი. რა არის? შორიდან დავიწყოთ, გამარჯობა. ძალიან მოკლედ უბრალოდ მე გავშალოთ. მოგესალმებით, თქვენს ასევე დიდი მადლობა. ფენშუი ნიშნავს ბალანსს და ჰარმონიას ყველაფერში აბსოლუტურად. ეს თუ მოკლედ ვიტყვით, სივრცეში ცალკე, ენერგეტიკული დონე რომ განვიხილოთ ცალკე, ადამიანის შინაგანი სამყარო ცალკე, ყველაფერში არის ბალანსი. იმიტომ რომ თავი და თავი არის 50-50-ზე ინი და იანი, რომელიც ვიცით ყველამ რომ 100%-იანი ბალანსი არის, ასე რომ ყველა მიმართულებაში თუ ამ ოქროს შუალედს ვიშოვით, ვიპოვით, მივაგნებთ, ძალიან წარმატებულები ვიქნებით. მაგრამ ეს ფენშუი ცოტა უცნაური რამ არის ბალანსის პოვნისთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცებს გვაკეთებინებს, რისიც არ გვჯერა. მაგალითად, პირველი რაც გავიგე, სახლში გაზი და ონკანი მქონდა ერთად და ფენშუის სპეციალისტმა მითხრა, რომ ამ ოთახში და სივრცეში მუდმივად იქნება კონფლიქტი, იმიტომ რომ ორი სტიქი აგა გვერდზე მოთავსებული. ნუ თუ შესაძლებელია ამ ორი სტიქის ერთ სივრცეში დაშორებით ურთიერთობა გასწორდეს ოჯახში? ძალიან შორიდან უნდა დავიწყო, რომ ამ კითხვაზე გავცე ამომწურავი პასუხი, იმიტომ რომ არ არის ზედაპირული. ამას ჭირდება რომ გიპასუხოთ, კი, ეს არის პოპ ფენშუის მიმართულება, რომელიც ყველაზე ზედაპირულად, ასე ვთქვათ, უყურებს ამ ყველაფერს. თუმცა ჩვენ გვაქვს ძირითადი მიმართულება, უпростоრად ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ეხება უძრავ ქონებას და ეს არის უძრავი ქონების შერჩევა ფენშუის მიხედვით ინდივიდუალურად მომხმარებელზე ორიენტირებული. გააჩნია რა მიზანი აქვს ამ ადამიანს გარკვეული კომერციული ფართის თუ უძრავი ქონების შეძენის თუ გაყიდვის თუ გაქირავების და ასე შემდეგ. ანუ რისი მომტანი იქნება მისთვის, შეიძლება კონკრეტული წლის განმავლობაში თუ საინვესტიციო პროექტად შევაფასებთ ამ ყველაფერს და თუ საცხოვრებლად არის, სულ სხვა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ. თან ყველა ადამიანს ინდივიდუალურად კი, არის უნივერსალური წესები, რომლის დარღვევა არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ დაუძლებადი ვერკეტი არის, რომელსაც რატომ ვებრძოლოთ, როცა შეგვიძლია პირიქით ამ ნაკადში ჩავჭდეთ და მაქსიმალური ეფექტი მოვიზიდოთ ჩვენ ცხოვრებაში. და მეორე, თქვენ მართალი ბრძანდებით, ეს არის უკვე ინდივიდუალური რუკის ანალიზის შედეგად. მე მაქვს ჩემი რუკა გაკეთებული. შერჩეული და გაკეთებული ეს ფენშუი აუდიტი. აქ ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ და უკვე გამოცდილება მოიტანა და საინტერესო ფაქტია ძალიან, მესამე ადამიანისთვის, ანუ ვიღაცის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება ან მასზე ორიენტირებული ნებისმიერი ქმედება ან აქტივაცია ან თუნდაც უძრავი ქონების შერჩევა ნებისმიერი სხვა ფენშუის, ანუ მოდით გავაერთიანებ ჩინური მეტაფიზიკის თვალსაზრისით და გადმოსახედიდან აკრძალულია ერთგვარი ტაბუ არის და აი გეტყვით ყოფილა ბევრი მოთხოვნა შემოდის მიხარია, იმიტომ რომ გამოფენებზეც წარმოდგენილები ვართ, ცოტა რო ვთქვა ფენშუიზე, იმაზეც უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ მიხარია, რომ უკვე 10 წელიწადზე მეტი ამ ყველაფერში ვარ. ეს იყო როგორც ხობი, რომელიც შემოვიდა შემცხოვრებაში და უკვე გახდა პროფესიონალური მიმართულება. ერთ-ერთი, იმიტომ რომ ასოციაციაც მაგაკეთებული. ერთი კითხვა მაქვს. ნახეთ სახლში ცხოვრობს 5 ადამიანი და ამ 5-ვეს დაუშვათ იმის საწოლი იქ არ უნდა იდგეს იმის იქ. აი როგორ თავსებადი, როგორ ნატურას სამხრეთ აღმოსავლეთით აქ კუთხე ალბათ იმ თვალსაზრისით. კი, ძალიან კარგი კითხვა. თან იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში ერთოთახიანები კი არა და სტუდიოს ტიპის ბინები წამოვიდა და იქ მოგვიწია, ასე ვთქვათ, ადაპტირება ამ ყველა ოქროს წესის ჯერ კიდევ ყვითელი იმპერატორის დროს დაწერილი წესებიდან გამომდინარე, მაგრამ რა თქმა უნდა თანამედროვე წაკითხვით უნდა გავშიფროთ ეგ ყველაფერი. ეგ ძალიან კარგი კითხვა. თუ საკუთარი სახლია ან დიდი ბინა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ თითოეული საძინებელი იქნება, კაბინეტი იქნება, სამუშაო ადგილი იქნება, ოღონდ თითო ადამიანს ან ოჯახის წევრს თუ აქვს ეს თავისი სივრცე გამოყოფილი, ძალიან კარგია. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ჯამურ ჭრილში აუცილებლად ვაკეთებთ ამ ფენშუი აუდიტს. ხოლო თუ ამას ქვია დიდი ტაიჩი, ანუ დიდი ენერგიის თვალსაზრისით შეფასება და მეორე ნაწილს უნდა უპასუხო აუცილებლად, იმიტომ რომ ვიცი რომ მაყურებელს აინტერესებს, კი, მაყურებელს ეგ აინტერესებს, იმიტომ რომ ეს სტუდიოს ტიპის ბინებში პატარა ტაიჩის გადმოსახედიდან უნდა გავაკეთოთ შეფასება და ეს არის უკვე
პატარა თუ თარგმანს გავაკეთებ პირდაპირ რომ პატარა ენერგიების გადმოსახედიდან ანუ რას ნიშნავს რომ ერთ სივრცეში არის ბევრი და სხვადასხვა ენერგიის მატარებელი ანუ ადამიანი რომელიც ცხოვრობს და რა თქმა უნდა ყველასთვის ვერ იქნება ფიზიკურად ის სივრცე და ის ადგილი ვერანაირად თან ფენშუიზე რომ მეკითხებიან აი ირინა მაინც რა არის ეს არის გეოგრაფია და მათემატიკა ეს არის ფორმულები და კარგი გეოგრაფიის ცოდნის შეცვლა აი ამ ყველაფერმა ორსულად ვიყავი მაშინ და რატომღაც დიდი ინტერესი გამიჩნდა ფენშუის მიმართ ჩემი შვილი 23 წლის წინ თბილისში ვიპოვე ფენშუის ოსტატი რომელიც ცხადია რომ სასწრაფოდ სახში მოვაქანე რომელმაც ეს რუკა გამიკეთე და პირველი რაც მითხრა შენო შენს ქმარს გაშორდები ძალიან მალეო ანუ არ ვადარებ მკითხაობას ცხადია უბრალოდ იმდენად ზუსტი პროგნოზი გამიკეთა ფენშუის ოსტატმა ჩემი პირადი ცხოვრების და ჩემი კარიერის რო გამოშტერდი მან მითხრა რომ თქვათ თუ არ შეცვლი ყვავილს იქიდან თუ არ მოაცილებ ამ კუთხეში თუ არ გადადგავ იმას თუ არ იზამ შენ ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლებაო ну რა ვქენი და რა არ ვქენი ამაზე არ ვისაუბროთ ახლა ფაქტია რომ ქმარს მართლა გავშორდი დაახლოებით იმ დროს ну შეიძლება აქეთ-იქით სცენა იყოს რამდენიმე კვირა მაგრამ ხომ ფაქტია რომ ასე მოხდა ანუ ჩანს გადაგედგა ის ქოთანი თუ მოგცა ადამიანმა ეს ანუ ჩანს ამ რუკაში ადამიანის პირადი ცხოვრებაც ისევ და ისევ ორ ნაწილად უნდა გავცე ამ კითხვას პასუხი პირველი არის ის რომ ნამდვილად ჩანს და ეს არის კიდე სხვა მიმართულება რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ყოველ შემთხვევაში კავკასიაში ანუ მაგ საუბარი საქართველოსა აზერბაიჯანზე და სომხეთზე იმიტომ რომ ვფარავთ ამ ტერიტორიას და რეალურად შემოდის მოთხოვნა კონსულტაციებზე ეს არის ეგრეთ წოდებული პირადი კონსულტაცია და ამ პირადი კონსულტაციის დროს რა თქმა უნდა ხდება პირადი ადამიანის ეგრეთ წოდებული ნატალური რუკის ანალიზი რომელიც დაფუძნებულია დაბადების წელზე დღეზე თვეზე და დროზე თვითონ დრო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ ვიცით, არც ეგ არ არის პრობლემა და ხშირ შემთხვევაში პროგრამა არაფერს არ თulis თავისით, გამორიცხულია, ეგ ჯერჯერობით artificial intelligence, ანუ ხელოვნური ინტელექტსაც ჯერ კიდევ არ შეუძლია, იმიტომ რომ სწავლა ჭირდება იმასაც, რომ ვასწავლოთ, რომ შემდგომ იმანაც გააკეთოს ეს ანალიზი, მაგრამ ეგრეთ წოდებული რექტიფიკაცია არსებობს, როცა ჩვენ ძირითადი მოვლენებიდან გამომდინარე ადამიანის ცხოვრების მანძილზე რაც მოხდა, ვაკეთებთ აი ამ რექტიფიკაციას და პლუს მინუს მაინც ხვდებით უკვე რა დროზე არის კი და გეტყვით რატომ ხშირი შემთხვევა არის ირინა რატო არის ეგეთი მნიშვნელოვანი საათი რო არ იყოს ეს საათი რა მოხდება აი ეს 4 სვეტი თქვენ რაზეც საუბრობთ ახლა რომ რეალურად მითხრა ამ ოსტატმა და მართლა გავშორდი ქმარს და ასე შემდეგ ეგ რეალურად მე მჯერა და გეტყვით რომ ნამდვილად ჩანს იმიტომ რომ ეს არის სულ 4 სვეტი და 8 იეროგლიფი პრინციპში მეტი მე არაფერი არ მჭირდება იმისთვის რომ გავაკეთო 90% ამ რუკის ანალიზი დანარჩენი კიდე რაღაცეები მჭირდება და მიზერული რაოდენობა ნიშნებით თქვენ შეგიძლიათ მაქსიმუმი თქვათ ადამიანზე მაქსიმუმით შემიძლია თუ კიდე 100% შევსება მჭირდება რა თქმა უნდა დამატებითი ანალიზი არის საჭირო ეხლავე მაინც მინდა გიპასუხოთ რომ მარტო ქოთნის გადადება არ გვიშველიდა მაგრამ როცა ვხედავთ მსგავს რაღაცას წამალი არის. აი ამისი თქმა მინდა და ეს წამალი ეხლა კარგი კავშირი გამოვა ამასთან, იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩავდივართ ადამიანის ფიქრებზე და ქმედებაზე. გადავყრებაში ჩავდივართ ქმედება. არა, ქოთანი რაშვაში, არაფერში არის. ქოთანი არ გვიშველს. ნუ ერთში ქოთანი. დღეს მაგალითად ფენშუის თანახმად თუ მე ჩავიცვავდი მწვანე ლურჯის კომბინაციას სიყვარულში გამიმართლა. გველივით რომ მოვედი რა შეხედები ესე მართლა ამ რუკაში კარგი და ნახე საღამოს დაგირეკავთ დღეს უნდა გამიმართლოს სიყვარულში. კაი, მე დღეს რომ გველობაში მე ფენშუიმ რომ ითხრა რომ შეიძლება მინიქვე და ბოლო უნდა ჩავიცვათ ეს რომ მეწეროს მე რა უნდა გავაკეთო. კარგი, ერთი კითხვა და გადავიდეთ ატრიბუტებზე. კი ბატონო, ატრიბუტებზე გადავიდეთ. სტატიდან ძალიან დამჩამჩა. მას ყავდა შეყვარებული თუ მეგობარი გოგო, რომელიც საქმის გამო, რომელსაც სულ უწევდა ფრენა. და ხშირ შემთხვევაში ეს ოსტატი ტრაექტორიას ცვლიდა გამგზავრების. მაგალითად თუ უწევდა ამას სტამბოლიდან თქვა სადღაც, შესაძლებელია ამას გაეშვა და ამბობდა
რომ მე თუ შევცვლი ტრაექტორიას ფრენით, მისი საქმე 100%-ით გამოვა. ანუ ამ ყველაფერსაც მნიშვნელობა აქვს, ხო საბოლოოდ? ეს არის სხვა მესამე მიმართულება, რომელსაც ქვია ციმენდუნძა, ეს არის რეალურად ომის სტრატეგიის ხელოვნება, ასე ითარგმნება, მაგრამ დღესდღეობით რა თქმა უნდა თანამედროვე იმითი ვუყურებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სახლიდან გამოსვლაც პრაქტიკულად ომში გასვლას, როგორ გითხრათ, ჩინელებს უყვართ ესეთი რაღაც, აი, ხმამაღალი ცოტა ისეთ შეფარდებითი ისინი, იმიტომ რომ გვაძლევს იმის ბიზნესს და სხვანაირად ვუყურებთ ამ ყველაფერს და ეგ რეალურად სწორია. ეგეთი კონსულტაციაც არსებობს და მართლა ხშირია და მეც ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად ეგ მიმართულება მიყვარს, რატომ? ამ მიმართულების ატრიბუტიკა მოვიტანე დღეს და ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ქმედება და ფიქრი ზეციური ენერგიის ნაკადში ვჯდები და ეგ ძალიან გვაძლიერებს. დავიწყოთ რა დრო არ გაგვეცეს. ვაიმე რა ძალიან მოხარული ვარ მართლა და ეგ საჩუქრად მოვიტანე წინასწარ მინდა ვთქვა და დაგიტოვებთ. ძალიან მოხარული ვარ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ ემოციებს ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ და არც მინდა რომ გავაკონტროლებ დღეს თქვენთან ეთერში. ეს არის ჩემი პირველი გამომცემლობა. თუმცა დაწერილი სულ ბოლოს, იმიტომ რომ წესი დარიგით 4 გამომცემლობა მზად არის, მაგრამ არა. და ეს არის ეგეთი რაღაცა, უნდა ავდგე. კი, ეს იშლება, ეს მთელი ფილოსოფია არის ამაში. უიმე, შენ არა გა? ეს არის. მოგეცი. შეხო გააქვისე და ჩენი რუკა და ეს არის რუკა, აი ესეთი ხალხი, ისიც გაგზელება. კი, ეს არის შესავალი, ასე კამერა არის, თუ გინდათ რომ აყურებოს კი ბატონო, თავდაყირა მეჭირა მაპატიეთ. აი აჩვენეთ. აი ასეთი არის, ეს არის აქტივაციების რუკა. ეს არის წარმატების გასეირნებები. რუკა მთელი წლის განმავლობაში თვეების მიხედვით 12 თვე ხო არის, მაგრამ აქ მაქსიმალურად ჩავტიე 18 აქტივაცია, 18 რატო? იმიტომ რომ ნუმეროლოგიის გადმოსახედიდან მომეწონა 1-8-ის ენერგია, ეგ სულ დადებითი ენერგიის მატარებელი ციფრები არის თვითონ, პლუს კიდე ჯამში არის 9-იანი და ჩვენ მე-9 წელი არა, მე-9 ანუ ის თავდება, ციკლი თავდება. მიმართულებაში ვარ, დაიწყო ციკლი არ მთავრდება, მე-9 ციკლი დაიწყო 22-ში და 44-მდე გაგრძელდება. 20 წლის განმავლობაში იქნება ეს ცეცხლოვანი პერიოდი, რომელშიც ჩვენ შევედით და კი რაც ხდება ვხედავთ ყველა, მაგრამ ვერ დაგაწყნარებთ იმითი, რომ 2026-ში ამოვისუნთქავთ და იქნება ყველაფერი ლაღად. ისეთი ბრწყინვალე ცეცხლის ნიშანი მოდის როგორც ზემოთ და ქვემოთ, რომ მეტი არ შეიძლება და ფერებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა და ეხა მაინც ვიტყვი, რომ ახალ წელს წითელი მაინც და მაინც არ გვინდა არავითარ შემთხვევაში. ახალი წელი როდის არის? გაჩნია რომელი 17 თებერვალს. ხო, საროდის. ახალი წელი ჩვენ რომელიც გვაინტერესებს, ანუ რატომ გვაინტერესებს? იმიტომ რომ ხდება ენერგიების განახლება. ითიშება გველის ენერგია და ირთვება ცეცხლის ცხენის ენერგია. ეს 17-ში. ეს ხდება წითელი არ გვინდა პირიქით. 4 თებერვალს და სხვაობა იმაშია, რომ 17-ში არის მთვარის კალენდარის მიხედვით. ჩვენ გვაინტერესებს მზის მიხედვით. მზეზე არის აწყობილი ყველაფერი და ეს იანი ამ შემთხვევაში მთავარი წამყვანი ნოტაა. და როდის არის იანის 4 თებერვალს 4-04-04 ასე დაემთხვა წელს, იმიტომ რომ ფიქსირებული არასოდეს არ არის. კი, ბუნია ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ეს პეკინის დროით და თბილისის დროით მე გადავიყვან და ავჭირთავ კიდე, იმიტომ რომ კითხვები არის ირინა, როდის დგება ეს ახალი წელი, რატო ამდენჯერ? იმიტომ რომ ლამის ოქტომბრიდან დავიწყეთ, ტალღების მიხედვით არის ეს ენერგიების დადგმა და ძალიან საინტერესოა და პლუს აქ ახალ წელს რაც ეხება, მაშინ ჩავიხედო და მეორე მხარეს ამისი გაშიფრვა არის. ზუსტად მოყვანილი აი ეს ჩვენი 18 აქტივაცია რო არის მოყვანილი. ეს 18 აქტივაცია ბუნებრივია, შემეკითხებთ, რომ ირინა რას ვაკეთებთ? ვსეირნობთ. ირინა, როდის ვაკეთებთ? მოყვანილია თარიღები. ირინა და სად უნდა, რანაირად უნდა ვისეირნო? მიმართულება არის მითითებული თუ სახლიდან ან იმ ლოკაციიდან, სადაც გავატარებთ არანაკლებ 2 საათისა, იქიდან გავდივართ აი ამ აქტივაციაში, ანუ გასეირნებას ვაკეთებთ და ვიწყებთ და შემეკითხები და ირინა, რა რისი მომტანია? აი გონდა მეკითხა. აი მოატრიალი რუკა თუ შეიძლება ან მემოქცე ყველაფერი წერია, იმიტომ რომ წარმატებების გასეირნებები. აი რუკაში არის მეორე მხარეს პირადი ცხოვრება, ოჯახის სასიამოვნო ნაცნობობა, კეთილშობილი ადამიანები, ის რა კარგია ეს ყველაფერი. და ბოლო მომენტი არის, მან წერია, შეიძლება მკითხოთ, რომ ირინა, კაი და როგორ მივხვდე, რომ იმუშავა ენერგია, რომ ჩავჯექი ნაკაი, აი კარგად ვარ და
სავსე ვარ ამ ენერგიით და ირინა როგორ მოვიწესრიგო ძილი ძილი სხვა რაღაცა ჯერ გამდიდრებაზე საუბრობ აქ ცოტა სხვა ენერგია ძილი დამამშვიდ აი ინისკენ მივდივარ დღეს აი თუ გრძნობთ იანის ენერგია მოვიტანე იმიტომ რომ გაგიზიარ ეგ კარგია იმიტომ რომ ეგ ჭირდება გამბედაობა გჭირდება აი ეს იანის ენერგია გჭირდება ჩვენი განზრახვა გჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია გამოხვალ ნახოთ არა ეგ რო გაიღვიძე ფერსია და რო რო გამოვალ სამხრეთით უნდა წავიდე კი ჩვეულებრივად რუკა უნდა გახსნათ და ნახოთ ან სახლიდან თუ გადიხართ გავიმეორებ მაშინ სახლიდან გვაინტერესებს ეს მიმართულება საითკენ არის თუ სახლში არა სამსახურში ვარ გადაღება მაქვს და ასე შემდეგ იმ ლოკაციიდან უნდა დავიწყოთ ეს აქტივაცია სადაც გავატარეთ არანაკლები 2 საათი აჰა გასაგებია ეგ არის ყველაზე მთავარი და რომელსაც ყველას უსვამ ბოლოს ფსიქოლოგი იქნება ეს ფსიქიატრი თუ ასტროლოგი თუ რა ვიცი ასტრონომი მაგალითად მე ვარ ძალიან სკეპტიკურად განწყობილი არ მაინტერესებს ვიცინი ამ თქვენს მეცნიერებაზე მაგრამ მე ძალიან ჰარმონიული ცხოვრება მაქვს რის ხარჯზე ხდება როდესაც ადამიანები ყველანაირი ცოდნის გარეშე აღწევენ ნირვანას და იმ ჰარმონიას რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩემზეც იცით როგორ გიპასუხებთ ამაზე ცოდნის გარეშეო რო გააკეთეთ და თან ჟესტი მიაყოლეთ ძალიან მომეწონა იმიტომ რომ მესმის თქვენი კითხვის სიღრმესეული შინაარსი რა ძალიან კარგია რომ გაიგეთ რა მინდა გიპასუხოთ და როგორ მინდა გიპასუხოთ იცით ბატონგიას კი აქვს გაგონილი იმიტომ რომ ერთად გვაქვს ეთერები ჩატარებული და ეგ თემა ვიცი რომ გვაერთიანებს და მიხარია კიდევაც მაგრამ ფენშუში ან ჩინურ მეტაფიზიკაში არის ასეთი ოქროს წესი, სამების ოქროს წესი არის. 33 და 33% უკავია. პირველი 33 უკავია ზეც და ზეციურს, ანუ ეს ის არის, რასაც ვერ შევცვლით. სად დავიბადე, რა დროს დავიბადე და ანუ იმ ენერგიით და იმ ინფორმაციით, რომლით დავიბადე და მოვედი ამ სამყაროში. მეორე არის დედამიწა. ანუ ეს არის უკვე პრაქტიკულად ფიზიკური მომენტი, სად ვცხოვრობ, რომელ ქალაქში, რომელ ქვეყანაში, რა მიწის ნაკვეთია, რა სახლია და ასე შემდეგ. მესამე არის უკვე ის მომენტი თუ რას ფიქრობ მე რა გავაკეთო რა მიდრეკილება მაქვს იმიტომ რომ ეს არის რომ მშობელი მოდის და ვაიმე მინდა ჩემ ბავშვს ჩავაბარებინო ეგ არ მიყვარს ექიმი მინდა დავაყენო ხო აი მინდა დავაყენო არ მუშაობს ესე ბავშვს რა უნდა ანუ იმ ზრდასრულ პიროვნებას რა უნდა მოკლედ ეს არის 33% და ის 1% ჯამში ხო არის 99% და ზუსტად ის 1%-ია რომელიც მე ეს არის ჩემი პატარა ფილოსოფია და თავის დროზე 10 წლის წინ ამ ასოციაციას რო ვაკეთებდი და ფენშუი გვერდი რო გავხსენი, ფიქრობდი რა დავარქვა და დავარქვი ფენშუი ფილოსოფია. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მაქვს ამ იმაში, უკვე წლების განმავლობაში მოიტანა, ასე თქვა, გამოცდილება და ხალხთან ურთიერთობამ, რომ აი ეს ფილოსოფია მაძლევს მე იმის საშუალებას, უკვე სტატისტიკურადაც კი რო თქვა, რომ ის 1% ჩვენი განზრახვა, ჩვენი ფიქრი, აი აქ რა გვაქვს ჩადებული და სხვას რა მინდა რომ გაუზიარო და რა თქმა უნდა ქმედება. ზუსტად ეს არის ჩემი პასუხი, რომ ვიცი თუ არ ვიცი, მე რა ადამიანი ვარ, რისთვის მოვედი მე, რა უნდა გავაკეთო, ასეთ ეგზისტენციალურ კითხვას თუ ფენშუი პასუხს გამაცემინებს, რისთვის ვარ მოვლენილი სასწაული. ხო, არა, კარგია ვაღიარებ. მართლა ეს ხედავთ იმითა, რომ ასტროლოგია ხო არის და დამბე ფენშუი აი ნელ-ნელა ისე შემოვა და შემოდის, რომ აი ვერ წარმოიდგენ გულზე რა გიკეთიათ თქვით. ეს რაღაცა ძალიან მეცნობა ეს ლოგოტიპი, ეს არის მისტიური კვანძი, ესე ქვია ამას, მე ამისი შექმნაც შემიძლია, ჩინელები არ ამბობენ, რომ გაკვანძა შემიძლია, კვანძის შექმნა შემიძლია, მიყვარს ძალიან ეს მიდგომა მომწონს ამან სწორია. პირველად გავიგე და მადლობა. კი, ეხაც გამაჟრია ლაცო. ხო, ძალიან სწორია კვანძის შექმნა. კი, ეს არის ჩემი ლოგოტიპი, ავირჩე თავის დროზე, ასე მაქვს პინები, მეც ვატარებ, გაყიდვაშიც არის და მაქვს საიუველირო ხაზი, ანუ ოქროსგან და ვერცხლისგან გაკეთებული და ვაკეთებ კიდე სამაჯურებს. ეს უკვე ცალკე თემა ცოტა, თუმცა ისევ მაინც შემადგენელი ნაწილია, იმიტომ ეს არის ინსტრუმენტია რაღაც ენერგიებისთვის. ასრულება და ის არის კონკრეტული ერთი სურვილის ასრულების ინსტრუმენტი. ერთი კითხვა ბოლოს თუ დრო არის, ეხლა ძალიან მოდაშია ტატუ და ძალიან ბევრ ადამიანს ფიქრის და გააზრების გარეშე მოხატული აქვს თავიდან ბოლომდე სხეული. როგორც ფენშუი ამბობს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ლაქას წერტის ჩვენ სხეულზე. რა შეიძლება დაგვემართოს გაუაზრებელი სხეულის მოხატვით? რა მოვიზიდოთ? გეტყვით, არანაირი ტაბუ ან პირიქით ის რომ კი გააკეთე არ გვაქვს.
არც იქით ვიხრებით, არც აქეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანის არის როგორ გითხრათ, გადაწყვეტილება და იმ გადაწყვეტილებაში ვერანაირად ვერ ვერავით. ვერა კი არა, არა. მინდა მისი ცხოვრება. თუმცა სიმბოლიკას რაც ეხება სიმბოლიზმს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ იყო მშობელიც მოდიოდა, ახალგაზრდაც მოდიოდა, რომ ირინა დრაკონის დახატვა მინდა, აღარ ვიტყვი რა ადგილას. კიდე რაღაცის დახატვა პირველ ზუსტად არა მე არ მაქვს თუმცა წლების განმავლობაში მინდა სიმბოლოც მაქვს შერჩეული არ ვიტყვი მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი პერიოდულად მინდა არ მინდას ძიებაში ვარ და ფიქრობ რომ ცოტა კიდე ჩემი თავი უნდა კარგად გავიცნო იმისთვის რომ ამ კითხვაზე გავცე პასუხი და მე შეიძლება ან გავიკეთო ან არა ძალიან მაგარი ენერგეტიკა გვაქვს თვითონ თქვენ გარდა იმისა რომ ეს მართლა ისეთი მეცნიერება არის მე დამამიწყდა იმის თქმა რომ მე ძალიან ვიყავი დაინტერესებული ერთი პერიოდი მაგრამ ვერაფერში ვერ გავერკვე და დავანებე თავი მე კარგია როდესაც ესეთი პროფესიონალი თავის საქმის გესაუბრება დამანჯერებელია ლაღია კარგია და ეგრევე სანდოობას იწევს და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ სურვილების ასრულებას. ამინ. გაიხარეთ. წარმატებები რეკლამის მერე დავბრუნდებით.